ხშირად მუსიკოსებს ზდებენ ბრალს, რომ პოლიტიკურ ღონისძიებებზე სიარულით საკუთარ კარიერას ხელს უშლიან. შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? ჩემმა პოლიტიკურმა აქტივობამ ადამიანებში გამოიწვია ეგ იყო და ეგ მეტი არაფერი? აი ჩემი მეგობრები გამოვიჭირე მაგაში რა. მართლა გითხრა ხელი მქონდა ჩაქნეული. რუსეთში კონცერტი ქონია? არ ვიცოდი ეგ თუ მაგის სიმღერები იყო. თორე ჩემშიც არ მოვასმენინე და რომ მოვასმენინე რას წაშლი. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე გიორგი კოკაია ვარ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორია მეღვინეობა გონაძეები. მათ აქვთ 7 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ამიტომ დააგემოვნეთ გონაძეები. დღეს ჩვენი სტუმარია რეზო ბლიაძე. შენთან ვარ თავიდან ბოლომდე. დიდი მადლობა. არ დავიწყებ კითხვას იმით, როგორ შეიქმნა რეზო და ბავშვები, იმიტომ რომ ბევრ ადგილზე კითხავდნენ, დარწმუნებული ვარ. და პირდაპირ კითხავ, მუსიკა თუ მოგიპარავს? კი. კი. გადამიკეთებია კიდეც, ამიღია კიდეც, გადმომიტანია კიდეც რაღაცა. დეტალი წამომიღია რაღაც სიმღერიდან. ინსპირაცია ვინ იყო? რაღაცა მე მიმხვდა რომ ეგ იყო ინსპირაცია. კი, მე არ მაქვს განათლება მუსიკალური რა. ხო? ხო, ანუ მე გადარჩენილი ვარ ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე აღმოვაჩინე ჩემ თავში შესაძლებლობა რომ მქონდეს შეუზღუდავი ინფორმაცია მუსიკალური. ანუ არ არსებობს ჟანრი, რომელსაც მე უზღუდავ და არ მივიღებ. არ მენანება სიმღერა ისევე როგორც ჩუტკა, არ ვარგა თავიდან. არ ვარგა. კარგი მიდგომა. დაივიწყე, არ იწვალო, არ ჩაიციკლო და ამ შრომაში და მუშაობაში მათ შორის არის ხოლმე რომ აი მომწონებია ძალიან კონკრეტული რაღაცა რა. და აი მაგ კონცეფციით წავსულა. აი მომწონებია არანჟირების სტილისტიკა და მომიპარავს ეგ სტილისტიკა, დრამატურგია და რეჟისურა წამომიღია რა, იმიტომ რომ არ მისწამე, ჩემს არ უსწავლებია როგორ უნდა ავაწყო არანჟირება და შესაბამისად ესე ყურებით, მოსმენით. გარედან რომ შეხედო. ანუ როგორია რეზო და ბავშვების შემოქმედება? მოგეწონებოდა? კი. შენი რო არ იყოს. კი, რამდენიმე სიმღერაზე მithქვამს, რომ ჩემი რო არ იყოს, მაინც ალბათ მომეწონებოდა რა. რეზო და ბავშვები უფრო სამსახურია თუ სამეგობრო? ჩემთვის რეზოობა უკვე სამსახურია. აი გავიგვიძე სამსახური. რეზო ხარ სამსახურში ხარ რა. ეხლა ცოტა ხანი და ბავშვები? ცოტა ხანი დავისვენ და ბავშვები უკვე ის არის პასუხისმგებლობაა. კი ბატონო და როგორ შეიქმნა? ანუ ის იდეა იყო. და ლელო თუ გიშლის ნერვებს ეგ მაინტერესებს. არა, ლელო არის ყველაზე ერთგული ძმა და მეგობარი და თან ამავე დროს ჩვენი უნიკალური ურთიერთობა მდგომარეობს იმაში, რომ საქმე და მეგობრობა მოახერხეთ ძალიან დიდი, განუზომლად დიდი ხნის მანძილზე რა. საქმეში რთულია საქმე და მეგობრობა ერთად? არა, აი ამ ეს ფაქტი თუნდაც აჩვენებს, რომ შესაძლებელია რა. მაგრამ ალბათობის თეორიის თანახმად თუ მენდობით და დამიჯერებ და ჩემ დაკვირვებას თუ მენდობით, უფრო ნაკლები შანსია რომ ანუ უფრო ცოტა ადამიანი შეგხვდებათ ეგეთი და შეგხვდება ცხოვრებაში ეგეთი. ვინც ორივე რაღაცაში გაამართლებს, მაგრამ ვინც გაამართლებს, მაგრა გაამართლებს რა. ძირითადად არ გამოდის ხოლმე, მაგრამ თუ გამოვიდა, მაგრად გამოვა რა. ლელოს ეგ ნიჭიაკ და მეც აღმომაჩნდა ეგ უნარი რომ ერთმანეთს აიგრეთ უბრალოდ დავყვეთ იმან მითხრას რომ ეხა ეს არ გავაკეთოთ და ჩემთვის უბრალოდ ეგ არის საკმარისი რომ ჩემ მეგობარს არ გავუტეხო და ეგ არ გავაკეთოთ რა. იგივეა იქიდან რომ თუ ვეტყვი რომ ეხა ეს გავაკეთოთ სწორია. შეიძლება არ მითანხმოდეს, მაგრამ მეტყვის რომ მე იქ ვარ და ბაზარი არ არის. რეზო და ბავშვების გარდა ესეთ კარგ პროექტს აკეთებ ჟირაფი ჟოზე. შენი როლი მაინტერესებს მაგ პროექტში. სიმღერების ავტორი ვარ რა, რაღაც სიმღერების იდეის ავტორი. ტექსტებს წერ თუ უბრალოდ ვოკალია შენი? რამდენიმე სიმღერის ტექსტი და მუსიკა და კიდე არანჟირება და ვოკალი. მე ბოლო პერიოდში იყო ხოლმე რომ იდეას გიორგი დადებდა. გიორგი მარშანი იყო? გიორგი მარშანია, ტექსტი ზაზა ბიბილაშვილი იყო და მუსიკა მე ვიყავი. მუსიკა არანჟირება და ვოკალი ვიყავი მე. მაგ პრინციპით მუშაობდით, თუმცა ბოლო ჩემი ნამუშევარი ჟოზეში არის აჭარული, რომელიც მე მომაფიქრდა რომ ჟოზე სიმღერა აჭარული და გაუგზავნე გიორგის ვერსია რა, ესეთი ახალი მოფიქრებული ვერსია და მე წლების მერე სკრინები ჩამიგდო რომ ეგეთი ისტორია ქონია მაგ სიმღერას რომ მე შემითავაზებია რომ ჟოზე მხარი იმღეროს აჭარული. თან ახალი საუნდებით, ახალი ხედვით, ეხა ძალიან მეცინება რომ ეხა გავარდა რაღაცა ფრანგული
აჭარული ვეში, რომელსაც ჩვენ 1-3 წლით ალბათ ახალი საუნდით და ახალი სტილით და ახალი ქართულით გავაკეთეთ აჭარული და ძალიან მიხარია და სხვათა შორის მგონია რომ რაღაცნაირად მაგ სიმღერამ 1 წელიწადში იმდენი ნახვა მოაგროვა რომ არც მახსენდება ქართული სხვა ეგეთი პროდუქტი რომ 15 მილიონი ნახვა 365 დღეში ქართულ YouTube პროდუქტს სიმღერას ჰქონდეს 15 მილიონი. მანამდე მარტო მეგობა რო ვიცოდი. ეხა უკვე ჟოზეს აჭარულიც. გაუმარჯოს ჟოზეს. ჟოზეს გაუმარჯოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბავშვი გაზარდა და ძალიან ბევრი ბავშვი გაართვა, ესე ვთქვათ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგები გაიზრდებიან სხვათა შორის ჟოზეზე გაზრდილი და ნასწავლი ბავშვები, იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ იქ იყოს სიკეთე ჩადებული. ჟოზეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. თან დალევარ კაი გადაცემა. რა? შენთვის შეიძლება რთული ამბავი იყოს ეს კითხვა და მაინტერესებს შენი აზრი. ჟოზეს გვერდმა, როდესაც დაბადების დღე მოგილოცა, ეს ბევრისთვის თითქოს ნეიტრალური ჟესტი უნდა ყოფილიყო. ხო ეგრეა? მაგრამ რატომღაც ასეთი სენსიტიური თემა გახდა და შენი აზრით ეს უფრო შენი პოლიტიკური აქტივობის ბრალია თუ ადამიანები შეიცვალა? ჩემმა პოლიტიკურმა აქტივობამ ადამიანებში გამოიწვია სხვადასხვა ემოცია. სხვადასხვა ემოციამ გამოიწვია, რომ სხვადასხვა ადამიანებმა დაკარგეს კონტროლი იმ ემოციების, რაც მანამდე ჩემთან თუნდაც ჰქონდათ. ხვდები და უკვე გამოუშვეს ის, რაც სინამდვილეში ჰქონდათ. მაგრამ სხვადასხვა ფაქტორების გამო, თუ არ ვიცი რის გამო, ეს ამბავი იყო ჩაკეტილი, იზოლირებული, ტაბუდადებული, ვერ გამხელილი და რაღაც მომენტში გაასხეს რა. კომენტარებს თუ კითხულობ? კი, ვკითხულობ კომენტარებს. ყველაზე მტკივნეული კომენტარი რა გახსენდება მაშინ? არის რაღაც საშინელებები, რაზეც რავი, შენ ფორმატ ჭირდება თუ არა ეგ, მაგრამ არის რაღაც თემები, რასაც ისე ღრმად და ცუდად შეეხნენ, რომ მაგის გატარება უბრალოდ არ არსებობს, წარმოუდგენელი. და შენ ეს რატო იქცევიან ეგრე? როგორ არის, იცი, სოციალური ქსელი არის დღეს ერთგვარი თანამედროვე საშუალება თრობის რა. აი როგორც ღვინო მაგალითად როდესღაც, როგორც მოსაწევი ან ნარკოტიკი ადამიანებს რო აქვთ რაღაცა რეალობიდან გასაქცევი ალტერნატიული ვარიანტი. ზუსტად ეგ ამბავია ჩემი აზრით სოციალური სივრცე რა. ის რასაც ვერ გამოხატავ, ესე არ შეგიძლია რომ გახვიდე და შენ კოდს მეზობელს უთხრა, შედიხარ და Facebook-ზე წერ, მაგრამ იცი რომ ის შენი კოდსი მეზობელი იგზის და კითხულობს ამას. და სახლიდან გამოდიხარ და ამას გამარჯვებას ეუბნები ისე რომ ვითომ ეს პოსტი შენ მასზე არ დაგიწერია, გაიგე? აი ჩემი მეგობრები გამოვიჭირე მაგაში რა. გამოვიჭირე რა, გამოვატყანი მაგაში უბრალოდ. იმიტომ რომ აი შევდივარ და ხვდები რომ აი ხა აი ამ დამპალს ეს კომენტარი თუ სტატუსი აი პირადად ჩემზე აქვს დაწერილი უბრალოდ რა. და იმისი გამბედაობაც კი არ ყოფნის რომ გამოვიდეს ეხა და უბრალოდ დამიჯდეს და თუნდაც აი ეს რასაც წერს ეს ყველაფერი უბრალოდ მითხრას. და ამის ყურება რომ შენი მეგობარი იყო ესეთი ადამიანი ერთ დროს შენთვისო ძალიან დრამატულია რა ხო იცი მე ბიჭო ეგ როგორი პონტია ხო იცი აი რაღაც შედეგი რომ დადგება და შენ რო ამტკიცებდი შენ სიმართლეს რომ მე მართალი ვიყავი ხვდები რომ არ გჭირდება ამის დამტკიცება რა ანუ ეს უბრალოდ დროის ამბავია თორე ისედაც დამტკიცდება რა ჯერ წარმოიდგინე უბრალოდ რომ შენ გარეთ ვერ გამოხვალ აი თუნდაც ამ უწყინარ კომენტარს გავყვეთ ეგ რო დამიწერეს, მაგის მერე მქონდა დაახლოებით 30 კონცერტი მარტო საქართველოში. ანუ რამდენი ვიარე გარეთ აზრ, რამდენი ყავასთან გავჩერდი, რამდენი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში, არ ვიცი, რამდენი ბაზარში შევედი, რამდენი პამპერსი ვიყიდე ჩემი შვილების. ცხოვრობ ჩვეულებრივად დავდივარ აფთიაქში, მარკეტში, რესტორანში. ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია, რომელიც მეტყოდა, რომ აი შენ რო იქ დადიხარ იმ კონცერტებზე მაგის გამო გარეთ ვერ გამოხარ უფლება არ და აქ გიწერენ ამას რა და ესენი ამ თრობაში გათრობენ ამით ამას გაჯერებენ რომ აი ეს ესე იქნება მომავალში ეს ჩვენ ვიცით რა იქნება მომავალში შენ არაფერი არ იცი შენ არ უნდა მღეროდ ეგ შენ ვინ მოგცა სიმღერის უფლება რო არავის არ მოეცა ჩემთვის სიმღერის უფლება მაგით ავირჩიე ეგ პროფესია რომ მოდი მე ვიყო რომ ვიმღერო გაიგე ხშირად მუსიკოსებს ზდებენ ბრალს, რომ პოლიტიკურ ღონისძიებებზე სიარულით საკუთარ კარიერას ხელს უშლიან. შენ რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? მე მგონია, რომ რეზო ბავშვებს ძალიან მივეხმარე ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით და პოზიციონირებით
უბრალოდ არის მომენტი, როცა მართლა შენ აღარ ხარ არც მომღერალი, არც მოცეკვავე და არც დიზაინერი რა, შენ ახდენ შენი ქვეყნის წინაშე შენ იდენტიფიცირებას რა. და რაღაც მომენტში უნდა გასცე საკუთარ თავს პირველ რიგში პასუხი ვინ ხარ შენ. და მე გავეცი პასუხი რომ ვინ ვარ, მე ვხვდი რომ ვარ ქართველი. ქართველი ვარ, კაია. ეგ კარგია რა. მაშას ადამე თუ ვარ რამე ეგეც ოკეი შეიძლება ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, ვნახოთ, დავფიქრდეთ მაგაზე, მაშას ადამე ევროპელი ვარ, მაგაზეც ვიფიქროთ. მაგრამ მე რო ვარ ქართველი, აქ უკვე კაია. აი ჩემთვის ეს წინადადება მაგალითად აქ უკვე საკმარისია იმისთვის, რომ იდენტიფიცირება მოვახდინო ჩემ ქვეყანასთან რა. შესაბამისად აქედან უნდა გამოვიდე მე. ანუ მე რო ვარ ქართველი, მღერი ქართულად, ეს უკვე ორი კაი რაღაცაა. კაიგე, იმიტომ რომ ჩემ ენაზე მომღერი და ჩემი ენით ვახდენ ამას. და თუ ვინმესთვის რამის თქმა მინდა, ვესაუბრები ჩემ ენაზე. იმ ენაზე, რომელშიც ჩადებულია ის კოდები, რაც ჩადებულია ჩემ ქართველში. პატივს ღვინოს მაგალითად, იმიტომ რომ მე რო ღვინო მქონდა და ქართველ ადამიანს რო ღვინო მქონდა, მაგ დროს არავის არაფერი არ მქონდა. ხვდები, ან ძალიან ძველი ქვეყანა ვართ. მე 2000 წლის წინ ამ ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ქრისტიანი ქვეყანა. ანუ შემოვიდა რელიგიური ამბავი ჩვენში. მე ამას არ გაურბივა, რომ აი იცი რა, ეხლა რადგან შეიძლება არამოდურია რაღაცა მე ანუ არ გაურბივა რა. იმას რაც ვარ, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, სადაც ცხოვრობ. ვიღებ, ანუ აღვიქვა, ანუ ობიექტური რეალობიდან გამოვდივარ რა. და ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრებას ვახერხებ და მე თუ არ მომწონს ღვინო, ან არ მომწონს ღმერთი, ან არ მომწონს ეს ქვეყანა, ან არ მომწონს კახეთი კონკრეტულად და რაღაც პრეტენზიები მაქვს, ვცდილობ შევცვალო, ან მე მივდივარ აქედან, ანუ ამასთან თუ ვერ ვახდენ იდენტიფიცირებას, მაშინ მივდივარ და ვეძებ იმას, სადაც ვახდენ. რავი, მე შეიძლება ევროპელი აღმოჩნდე, შეიძლება ამერიკელი აღმოჩნდე, შეიძლება აზიელი აღმოჩნდე. საქართველოს გავლენის აგენტი ვარ რა. დედამიწას. საქართველოს ხო, ოღონდ საქართველოს გავლენის აგენტი ვარ სხვაგან. საქართველოში. არა, საქართველოში თავისთავად. მაგრამ სხვაგანაც. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვიქნები საქართველოს გავლენის აგენტი, იმიტომ რომ მე არასდროს არ მომღერია ინგლისურად, რუსულად, ჩინურად. ანუ მე მომღერი ქართულად. რუსეთში კონცერტი გონია? არასდროს არ ვარ ნამყოფი, რუსეთში კი არა მარტო, ანუ არ ვარ ნამყოფი ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუ გინდა ჩამოგითვლი, სად ვარ ნამყოფი, ცოტაში ვარ ნამყოფი. თურქეთი, უკრაინა, ესპანეთი, პოლონეთი, იტალია. ვენაში ვიყავი ახლა. რუსეთში არ ვარ ნამყოფი და ბევრი რაღაც არ ვიცი სინამდვილეში ჩემი თვალით არ მაქვს აღქმული რა ხდება რუსეთში. რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ დღეს ვიღებთ ისეთი ადამიანებისგან ინფორმაციას, ვინც რუსეთში ძალიან კარგად იყო და შეიძლება ეხლაც ძალიან კარგად არის, გაიგე? ოღონდ ნახე რა ინფორმაცია მოდის თვითონ კარგად არის რუსეთში, შეუძლია რომ იმღეროს რუსეთში, მაგრამ თბილისში პარლამენტთან ამბობს რომ რუსეთი არის დამღუპველი. თუ რუსეთში იმღერებ, ეს არის ქვეყნის ღალატი. და ჩემი აზრით, ეგ ადამიანები გვატყუებენ ჩვენ. საკუთარ თავზე ნაწყენი თუ ხარ? გული არაფერზე არ გწლება საკუთარ თავთან? ღამე როცა წვევები ფიქრობ? არა? არა, ისე მივდივარ რა, შეიძლებოდა რაღაცები სხვანაირად გამეკეთებინა, შეიძლებოდა უკეთესი ყოფილიყავი რაღაც მომენტებში შეიძლება რა. რამ შეგიშალა ხელი? ვითარებამ, ასაკმა, გამოუცდელობამ, რაღაც რეალობიდან მოწყვეტამ რაღაც მომენტში და კონტექსტის ვერ აღქმამ და რაღაცემა შეცდომები ძალიან ბევრი რა. მაგრამ უკმაყოფილო და განაწყენებული არ ვარ ჩემ თავზე, იმიტომ რომ ძალიან რთულ მომენტებში და პერიოდებში, როცა უბრალოდ ადამიანები აღარ დარჩნენ, ვისაც შეიძლება დააბრალო შენი ცუდათყოფნა და აბრალებ შენ თავს ყველაფერს და სწორადაც იქცევი, ხო, იქ უნდა აღიარო, გამოწყდე, გაიასდე, ჩამოყალიბდე და მე აი მანდ გადამარჩინა ჩემმა თავმა და ჩემმა საქმემ რა, ყოველთვის. ერთი, ორჯერ, სამჯერ ცხოვრებაში, რომ ჩემი თავი რომ მეუბნება შეგნა რომ არ გაჩერდე. არ გაჩერდე. ეხლა შენ უნდა წახვიდე, იმღერო, დაწერო, ჩაწერო, იმუშაო.
რაღაცნაირად თავი ხელში არ გემღერება, მაგრამ უნდა იყო სიმღერის განწყობაზე, არ გემხიარულება, მაგრამ შენგან ელოდებიან ხიარულებას. აი ამას აქვს ძალიან დიდი გავლენა ჩემზე და მაგის უნარი სანამ მაგ ჩემ თავზე არ ვარ ნაწყი. დილით რო ვიღვიძა და მეცეკვება ლა 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 ესე კარგად ვარ. კარგად ხარ ესე. ყველაზე დიდი სიხარული რა ყოფილა შენ ცხოვრებაში და ყველაზე დიდი ტრაგედია? ყველაზე დიდი სიხარული ჩემი შვილების დაბადება და ყველაზე დიდი ტრაგედია ალბათ ერთ-ერთი შვილის ვერ დაბადება, ან ისე დაბადება, როგორც ეგ მოხდა, მაგრამ ნუ ხო როგორც ეგ არის რა ალბათ სიკვდილი და სიცოცხლე არის ორი ყველაზე დიდი ემოციის გამომწვევი რაღაც და მე სამწუხაროდ მაქსიმალური სიხარულიც და ტრაგედიაც გამოცადა. ხო და აი ეგეთ დროს ვერე ვიღაცა გაგინებს იმ ცოცხალსაც და იმ მკვდარსაც და ვეღარ ითმენ გაიგე. რა თქმა უნდა. და აღარც აღარაფერი უკვე ყველაფერი კარგი მე რა სიტყვებს იტყვი უკვე მნიშვნელობა არა. მე ძალიან ბევრი სიტყვა და უბრალოდ სად უნდა დაყარო რა. ხო ყოფილა ეგეთ შემთხვევაში რაც მეგობრებოდა და მე უკვე კომენტარი დაგიწერა. ბიჭო მე მეგობრებოდა კი არა რა ვიცი აი ისეთი ადამიანები აზიარებდნენ ჩემი კონცერტის ჩაშლის მიღებულ სიამოვნებას რომ რა ქნეს ანთეს აბა ნაძვის ხე ხო ჩავშალეთ კონცერტი 14 დეკემბერია დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე უნდა აინთოს ცენტრალური ნაძვის ხე და რეზო და ბავშვებს აქვს კონცერტი აბა რა უნდა ხდებოდეს უბრალოდ ვერ ვხვდე რეზო და ბავშვები ნაძვის ხე ბავშვები კონცერტი ანუ ყველა სიტყვა არის ერთმანეთთან კავშირში რეზო და ბავშვები ნაძვის ხე კონცერტი არის ის რასაც მე ვაკეთებ 3 წლის რო ვიყავი იქ 3 წლის ვიყავი ახალი წელი ბორჯომის ნაძვის ხეს კონცერტზე ხდები აი იქიდან მაგას ვაკეთებ და ეხლა დღეს 27 წლის ასაკში ვიღაცა მეუბნებათ რომ ეს კონცერტი ეს ნაძვის ხე უნდა დაიწვას და იქ უნდა გამოიბუგო შენც მასთან ერთად შიხო არა გავთხალხო უბრალოდ შეიძლება ვიღაცები განაწყენდნენ რაღაცა კატეგორია ადამიანებს და რაოდენობა განაწყენდა და განაწყენებულია ჩვენზე იმდენად რომ შეუძლია რომ დაბადების დღის მოსავალს პოსტზეც კი გაგინოს ანუ დაბიო ჯერ წარმოიდგინე რომ სალია შენი დაბადების დღისთვის მე სხვა რაღაცა ჟირაფის ან თხის ან რაღაც მაჩვის გვერდიდებს მაგას რო გილოცავთ ჩვენი სიმღერების ავტორს მადლობა ამ მოლოცვისთვის მაგრამ ადამიანმა მომილოცა ადამიანო და შენ გცალია რომ იქ გადახვიდე და მე იქ დაწერო რომ არ ვიცოდი ეგ თუ მაგის სიმღერები იყო თორე ჩემშვილს არ მოვასმენინებ და რომ მოვასმენინე რას წაშლი და უმადური ნუ იქნები რა შენ მაშვილმა თუ ერთხელ გემრიელა ჭამა ჩემ სიმღერაზე გემრიელი ლუკმა რო ქვია იმ სიმღერას და შენ თუ ამ დროს შეგეძლო რომ თან ჭურჭელი გერეცხა და მე მემღერა მისთვის და იმას საჭმელი ეჭამა უმადური რატო ხარ რატო მაგინებ დაბადების დღეზე დედა ჩემიც ხო კითხულობს მაგ კომენტარს შენ როგორი დედა ხარ როცა სხვის შვილს ეგრე ექცევი ბევრი ვისაუბრეთ ადამიანებს კარგ ადამიანებს გაუმარჯოს მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ღირსეული და კარგი ადამიანი ყავდა ყავს და ეყოლება მომავალში სანამ გადაცემას გავაგზავნებ გეტყვით რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და რეზოს არხის იქნება აღწერაში გეგმები რა გაქვს სამომავლოდ არ ვჩერდები ალბომზე ვმუშაობ ეხაც მოდი ორ ბიჭები დავტოვე 3 სიმღერის რეპეტიცია გქონდა სულ გაკეთებულია უკვე 11 სიმღერის 9 სიმღერა ეს სიმღერები რომელიც შეგვაქვს ჩვენ მეორე ალბომში არის დაწერილი 12 13 14 16 წლის წინ ანუ ეს არის ძალიან ძველი რეზო და ბავშვები რა მაგრამ როგორ გამოიყურება ეხა ეგ რეზო და ბავშვები და აი შენი პირველი კითხვა რას დამისვი რატომ დაარქვით რეზო და ბავშვები ეგ ალბომი უპასუხებს ეხა მაგას პასუხი იქნება ეხლა პასუხი იქნება და ეხება დიდების ალბომი რეზო და დიდი ბავშვები რამდენი წელია რაც არსებობს რეზო და ბავშვები და პასუხი ანუ პირველი სიმღერა როდესაც გამოუშვით პირველად რადიოში სიმღერა მივიტანეთ 2012 წელს და ეს იყო სიმღერა ადამიანი და მეორე სიმღერას ერქვა ვირუსი 2012 წელს 2025-ში უნდა გაცე პასუხი რატო ქვია რეზო და ბავშვები რატო ქვია რეზო და ბავშვები კი რატო დავარქვით ბავშვები და როგორ გავიზარდეთ რა ამ დროში რა 12-13 წელი არის სრულიად საკმარისი დრო იმისთვის რომ A პუნქტიდან B პუნქტში მიხვიდე და რეზო და ბავშვები მივიდა რა ერთი სადგურიდან მეორე სადგურში შევიდა რა რეზო და ბავშვები არის ზუსტად მაგ ეტაპზე
ეს მეორე სადგური არის პოლიტიკური მათ შორის და შევედით ამ სადგურზე და აი ხა აი მომავალში რას ვაპირებთ ეს გამოჩნდება კიდევ უფრო გამოკვეთილი იქნება ანუ რატო არსებობს რეზო და ბავშვები მაგასაც ეცემა პასუხი ის წარმოგედგინა ამდენი კონცერტი რო გექნებოდა ერთ წელში ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ვერ წარმოვიდგინე პანდემიის გათვალისწინებით ვერ წარმოვიდგინე პანდემიაში სიმართლე გითხრა ხელი მქონდა ჩაქნეული ეგრე თუ გაგრძელდებოდა ყველაფერი როგორც იყო ალბათ ვეღარ მოვახერხებდი საქართველოს ცხოვრებას იმიტომ რომ ყველანაირად გაუსაზლესი გახდა აქ ცხოვრება იმ პერიოდში კონცერტებს რო ვაკეთებდი ქართველობას აწვებოდი ხო როგორ დასაწყისში თქვი აი ნახე რა მოხდა ერთ-ერთ კონცერტზე სრულიად შემთხვევით ჩვენ მენეჯერი ვას ვუთხარი რომ სცენის გვერდზე იდო კიბე ვუთხარი რომ მეგობაროს რო ვიმღერებთ ეს კიბე ამოიტანეს სცენაზე მეთქი ბორჯომში გვაქვს 4 იანვარია კონცერტი და მე რაღაც კონცერტს მიმდინარეობის დროს ეს დამავიწყდა კიდეც და ივას ვუთხარი რომ არ გინდა მეთქი გეღადავე ხა მართლა კი არ ამოიტანო და მივედი უკვე ბოლო სიმღერაზე ვარ მის უნდა დავამთავროთ კონცერტი და ივა ამ გაშლილი კიბით დგას სცენასთან და მან ნიშნებს რომ ამოიტანო და მეთქი ამოიტანე და რადგან ამოიტანეთ ეს კიბე სცენაზე რაღაცა უნდა მომხდარიყო ამ კიბეზე რა ავედი კიბეზე აი სრულიად შემთხვევით იქვე კონცერტზე მომხდარი ამბავია ავედი კიბეზე და ეგეთი პერფორმანსი გავაკეთეთ რომ სცენაზე ყველაზე მაღალ ადგილზე აღმოჩნდი და ვდგავარ კიბეზე და მღერიუნ მეგობაროს ჩემ საკუთარ სახლში ბორჯომში ისე როგორც რავი ბავშვობაში მღეროდი ეზოში რა აი სრულიად ჩემ სახლში ვიყავი და ჩემთან ერთად 1000 ადამიანი მღეროდა მეგობაროს ამ კიბის მერე მოხდა ეგეთი ამბავი. მოხდა ის რაც მოხდა. მოხდა ის პოსტი, რაღაცა რეზო ბავშვებზე დაწერილი პოსტი, მოხდა რაღაცა საზოგადოების ამ პოსტის ეგრე აღქმა, როგორც აღქმა, მოხდა ჩვენი პოლიტიკურ კონცერტებზე გამოსვლა და კიბესთან ერთად გადავწყვიტე, რომ დამდგარიყავი დროშით. ანუ არაფერი ჩვენი ქვეყნის დროშით. ანუ ჩემი ქვეყნის დროშა დავიჭირე. რავი, რაღაცა ცოტა უცნაურად კი მეჩვენებოდა მაშინაც და ეხლა ძალიან უცნაური მგონია, იმიტომ რომ ძალიან სხვადასხვა ქვეყნების დროშებს ხედავ რა, აი გინდა რუსთაველზე, გინდა რაღაც კონცერტებზე, რაღაცა კავშირების, გაერთიანებების რავი, რაღაცებს აფრიალებენ ადამიანები, ხვდები? აი ტიპებს ლამის საკუთარი დროშები აქვთ, ხვდები? ანუ ყველა რაღაც ბაბლის დროშები აქვთ რა, აი როგორც საგვარეულო გერბები იყო, ეგრე ეს არის ბაბლის დროშა, პოლონეთის დროშა მარტო ჩვენ გვიჭირა 30 კაცი ვარ და ესენი უნდა ვიყოთ მარტო. ან ჩვენ ეს გვიჭირავს და რადგან ეს გვიჭირავს, კარგია და მე ტიპებმა მაგინეს საქართველოს დროშა რომ მეჭირა მაგის გამო რა, ანუ საქართველოს დროშა დავიკავე ხელში. ჩემ ქვეყანაში ისე როგორც ჩემ სახლში, ჩემ ეზოში ეგრე რომ ვიმღერე, მაგის გამო დავიმსახურე, ხვდები და მან მართლა რაღაც მომენტში გაფიქრებენ რომ შეცდომა ხო არ დავუშვი ეს რო გავაკეთე მაგრამ აი მან გეცემა მე პასუხი რომ რაი სად დავუშვი შეცდომა რომ კიბეზე რო ავედი საქართველოს რო წინ უნდა წავიდეს ეს დროშა რომ მაღლა უნდა ავიტანოთ რა ჩვენია პირველ რიგში რომ ეგ უნდა ვაფრიალოთ თუ აი სად დავუშვი შეცდომა და პასუხების იქვია რომ არსად პირიქით მაყურებელს მოეწონა პოზიტიურად განეწყო ამ ყველაფერსკენ და ვფიქრობ რომ დავმუხტეთ სწორი ემოციები თუნდაც სოხუმის გაჟღერებით რავი მე ძალიან ბევრი წელია რომ რაღაც თითქოს ჩამოვიდა რა ეგ თემა რა თითქოს აღარ არის ეგ თემა აღარ საუბრობენ ამას თითქოს პრობლემა არ არის თითქოს ეხა აი თითქოს ვიღაცა რომ მოვიდეს ეხა რო გვპირდება რომ მოვალ თვითონ რამე შეცვლიან ვითომ გვეუბნებიანო დავიბრუნებთ ტერიტორიას ვითომ არ ხვდები ანუ თემა ვაფშე არ არის და მგონია რომ ეს ხელოვნურად არის გაკეთებული და მგონია რომ ვინც ამას გაურბის ამ თემას და ამაზე საუბარს და ვისაც არა მოდურია მაგალითად თოფკაი ეხა რა რაღაც გვინდა ეს ოხუმი ისა არ მესმის რა მე პირიქით მგონია რომ მანდ არის პრობლემა მოდი სოხუმს გავუმარჯოს კი გეპატიჟებით ყველას და გამეხები ძირი არის სოხუმი ვიქნები ბედნიერი თუ ჩემი კონცერტი ჩატარდება სოხუმში და ჩვენ ყველანი აბსოლუტურად ყველანი ჩვენი დროშებით სიხარულით ჩახუტებით მე ამოვალთ სცენაზე და მე დროშით ხელში გავუმარჯოს სოხუმს გავუმარჯოს საქართველოს გავუმარჯოს მთლიანს ბოლოში რო გავიდეთ ტოპ 5 ქართველი მომღერალი თუ ჩამოგითვლია? ჩამომითვლია? ო, ეს რიგითობით.
მეხუთე ადგილზე რომელ ქართველ მომღერალს გაიყვანეთ, ეს პირველამდე რო ავიდეთ. მეხუთე ადგილი. ჩემი ბოლო პერიოდის აღმოჩენა არის და ამ ხუთეულში აუცილებლად უნდა შევიყვანო ოთარ რამიშვილი, რომელსაც უსმენ და რომელშიც ვნახულობ ისეთ რაღაცებს, რომელიც არასდროს მანამდე არ მომისმენია რა. მეხუთე ადგილზე გაიყვანდი ოთარ რამიშვილი. სიამოვნებით გავიყვანდი მეხუთე. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილზე გავიყვანოთ ქართველი მომღერალი, რომელიც ემოციებს იწვევს ჩვენში და ჩემში დღემდე იწვევს, ეს არის გოგი დოლიძე. გოგი დოლიძე. გოგი არის საოცარი მომღერალი რა. გოგი დოლიძე მეოთხე ადგილი. გოგი დოლიძე მეოთხე ადგილი. მესამე ადგილი. მესამე ადგილზე გავიყვანდი ირაკლი ჩარკვიანს, რომელიც ჩემი სტუდენტობის პერიოდში ძალიან ესეთ სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, მღეროდი მის სიმღერებს უნივერსიტეტში სტუდენტები. მეორე ადგილი. მეორე ადგილზე გავიყვანოთ ინოლა. აი რა ვიცი, ინოლა არის მეფე რა. თამარ მეფე ხო არის, ქალი მეფე ხო ყავდა და აი ეგეთი ქალბატონი ყავს, მეგობრებო, ჩემი აზრით ინოლა არის თავისი მუსიკით, თავისი განსაკუთრებულობით, თავისი განსხვავებულობით, თავისი ტექსტით, თავისი ხედვით, თავისი ქალბატონი ბარდი და ხო ხდები აი ესთეტიკით, რაც მან შემოიტანა ქართულ სიმღერაში, ტექსტებში და მუსიკაში მეორე ადგილზე. უხდება მეორე ადგილი. თუმცა აი ამ ხუთიდან ნებისმიერს პირველზე გავიყვანდი, ნებისმიერს მეორეზე და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ლოგიკის გარეშე მივყვები რა. და მივედით ჰამლეტ გონაშვილთან, რომელსაც აქვს არ ვიცი თუ ღმერთებს რამე ენაზე უნდა უმღეროდნენ, ალბათ ეგ ხმა არის და ეგენაა, რაზეც ეგ კაცი აკეთებს მაგას რა. ჰამლეტ გონაშვილი საოცარი მოვლენა გვაქვს და აი გასაფრთხილებელი რა ალბათ. მოკლედ ტოპ 5-იც ავარჩიეთ. ერთს დავამატებით, დები იშნელები ძალიან კარგი იყო თავისი პერფორმანსით, განლაგებით, ხო და ვისურვებდი რომ რაღაც ეგ თამამი გოგოური ჯგუფი დღესაც იყოს, თორე სამწუხაროდ ბიჭებმა შეითავსეს გოგოების როლი და დღეს ეგეთი ბენდები ყავს, რომ გოგოები არიან თუ ბიჭები არიან, შეიძლება ვერც გაიგო რაღაც სიმღერაში კონკრეტულში, იმიტომ რომ ვოკალი თუ მანერა თუ რაღაცები მოკლედ აბსოლუტურად მოშლილია და ასე რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს მეგობრებო, გაუფრთხილდეთ. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში. წარმატებებს გისურვებ. ძალიან საინტერესო ხალხი ყოფილხართ თქვენ. თქვენ საინტერესო ხალხი ყოფილხართ. გარედან ცოტა სხვანაირები ჩანხართ, შეგინდათ ცოტა სხვანაირები ყოფილხართ. მიხარია სხვადასხვა ეგ, იმიტომ რომ ეს სწორად მუშაობთ. საჩუქრად გადმოგცემთ გონაძეების ღვინოს. მე როგორც ხარ ღვინოს არსვამ და ყველა საკოლექციოდ შეგიძლიათ როგორც კი მაჩუქებენ ღვინოს ან რამე ტიპის სასმელს პირდაპირ ეკუთვნის ლევან ხოტივარს ჩემს მაგას და იცის ჩემი თქმის გარეშე იცის რომ ეს ღვინო მასთან მოხდება და ასე რომ შეეხმიანეთ ლელოს მეგო ეს ღვინო ჩვენთან ლელოსთან მოდის ღვინო და ლელოსაც დაველოდებით ამ გადაცემაში წარმატებებს გისურვებთ დიდი მადლობა წარმატებები თქვენ და სწორად აზროვნებთ ჩემი აზრით და სწორად მოქმედებთ და ამ მოქმედებას აუცილებლად ექნება შედეგი და თავისი გზა და მე მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ ამ კონკრეტულ მომენტში. დიდი მადლობა, ჩემთვისაც სასიხარულოა. ეს იყო გადაცემა დიდი კვიზი, ჩვენი სტუმარი იყო რეზო ბლიაძე. მადლობა მეგობრებო.